ის 1999 წლის 9 აპრილისთვის წარმოადგენდა მაშინდელი საქართველოს უშუალობის კომიტეტის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ბედმა არ გუნა, ასე ვთქვათ, წილი რომ გადაეღო 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და გადაეღო იმ სახით და ისეთი დოკუმენტი შეექმნა, რომელმაც პრაქტიკულად განაპირობა 9 აპრილის მოვლენების ის ობიექტური შეფასება, რაც საბოლოო ჯამში სობჩაკის ეგრეთ წოდებულმა კომისიამ დადო და მიუთითა, რომ სამხედრო ძალა იქნა გამოყენებული, სამხედროებმა გამოიყენეს ორლესული ნიჩბები და ამით მოხდა ხალხის დარბევა. 8 აპრილის 23 საათიდან დაბრძანები იყო ყოველგვარი გადაღების შეწყვეტა. უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოხერხდა იმ ორი ადამიანის, მამაჩემის და კიდე ერთი დამხლელი პირის იმ ტერიტორიიდან გაყვანა და ამის გამო მოუწიათ ღამის გათენაება. და ეს იყო მთლიანად, ასე ვთქვათ, ემოციურ ტალღაზე დაწყებული გადაღება, რომელიც დაიწყო მას მერე, რაც კოცონი დაინთო იქ და ცეკვა და სიმღერები გაჩაღდა. აი ეს იმდენად ემოციური მომენტი იყო მამაჩემისთვის, რომ მან ამის გადაღება დაიწყო. და როდესაც ეს უეცრად გადაიზარდა სხვა მოვლენებში, დაიძა ეს კოლონა ჯერ სახანძრო მანქანების, რომელსაც მოყვებოდა ტანკები და მერე მოყვებოდა ჩაფხუტიანი და ფარებიანი სამხედროები, მამამ აღარ შეწყვიტა ეს გადაღება. მას მერე რაც მამაჩემი ეს პირი გადაიღო და შესაბამისად მიიტანა უშუალობის კომიტეტში, სადაც ის მუშაობდა, იმ დღესვე გამოიგზავნა მოსკოვიდან სპეციალური დელეგაცია, რომელმაც ეს პირი წაიღო, ანუ ერთადერთი ეგზემპლარი ორიგინალი და ის მაშინვე აღმოჩნდა მაშინდელი უშუალობის კომიტეტის უმაღლესი ხელმძღვანელობის ხელში, მათ ეს ნახეს. მამაჩემმა გადადგა მეორე ნაბიჯი, როდესაც ამ ვიდეოფილის არსებობის შესახებ მას შემდეგ რაც შეიქმნა სობჩაკის კომისია, სადაც შევიდა ელდარ შენგელაიაც და გახდა სობჩაკის მოადგილე, რომელსაც უნდა გამოეძიებინა 9 აპრილის მოვლენები. მამაჩემი მივიდა პირადად ელდარ შენგელაიასთან და უთხრა ამ კასეტის არსებობის შესახებ. Забывают, что в то самое время, когда над центральным проспектом города день и ночь раздавались гнусные призывы к физической расправе с коммунистами, разжигались антирусские წელი არ მახსოვს, მაგრამ თვალწდები 2004 წელი იყო, 15 წელი სრულდებოდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. მე ვთხოვე ერთ-ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც იცნობდა დავით გიკალიშვილს და რუსთავიორის მაშინდელი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტი გახლდათ. მოუყევი უბრალოდ მას ამის შესახებ, ანუ ესე გამოვიდა, რომ გვალთ არიღებს ამთხოვდი ამ, ასე ვთქვათ, ჩემი მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნებას. მოუყევი, რომ ეს კასეტა გადაიღო მამაჩემმა და ეს რასაც ახლა თქვენ გიყვებით, ცოტა უფრო შენცილებული ვერსიით, ასე ვთქვათ, ვაცნობე, დაინტერესდა მაშინ, გადასცეს დავით გიკალიშვილს და პოსკრიპტუმში მიიწვიეს ზუსტად 9 აპრილის წლისთავისად მიძღვნილ გადაცემაში პირდაპირ ეთერში, რომ მიიღო მონაწილეობა. სტუდიაში მისვლისას სტუდიის, ასე ვთქვათ, მოსაცდელში, direct გავიდოდნენ ეთერში. ჯერ ელდარ შენგელაია უნდა შესულიყო, ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში და შემდეგ მამაჩემ. ასე იყო სცენარი გაკეთებული. შეხვედრისას, გამოემცნაურენ მიესალმნენ ერთმანეთს და რო გაიგო მამაჩემის ყოფნის მიზეზი, ასეთი საკმაოდ არასასიამოვნო, ჩვენთვის არასასიამოვნო, მამაჩემისთვის არასასიამოვნო ფრაზა ითქვა, დაფნის გვირგვინის მისაღებად ხარ ახლა აქ მოსული. არასოდეს მას დაფნის გვირგვინისთვის არ უცხოვრია და არ უბრძოლია. მას შეეძლო უფრო ადრეც ეთქვა, ან რაიმე სხვა გზებით მიეღწია იმისთვის, რომ მისი სახელი სადმე ამოტივტივებულიყო. მთელი ოჯახი ვიყავით აბსოლუტურად შოკში. რა ხდებოდა? ტელეეტერში ვერ ხდებოდა. ენა ებმოდა
ვერაფერს ვერ ამბობდა და მხოლოდ ეს სიმწრის ღიმილი ჰქონდა სახეზე. არ ჩაითვალა მანზურ გოგიაშვილი. ასე ვთქვათ, რომელსაც ეს დამღა ჰქონდა, ეს კლიშე ჰქონდა, ეს ვიღაც კგბ-ს ოპერატორი. მისი წუხილი არ ჩაითვალა რაფრად. არ ჩაითვალა წუხილად ალბათ და არ ვიცი. ეს გადავწყვიტე რომ თან დაახტოვდა იმ დიდ კითხვის ნიშანს და საერთოდ თქვენ ძანეთ რომ გადაღებულია და ანუ ადამიანიერებდა ხო არ იყო მაშინ დრონი არ არსებობდა და რაღაც რობოტები არ იყვნენ რომლებიც თვითონ ავტონომიურ რეჟიმში ამას გადაიღებდნენ. უბრალოდ სამწუხარო ის არის რომ ამ წლების განმავლობაში არც ერთს ვინც რეალურად იცოდა ბატონმა ელდარმა ცხადია იცოდა მომჩების აცობის შესახებ. და გარკვეული დროის განმავლობაში მისი მხრიდან ეს ჩვენი უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეიძლება დაგვეხსნა რომ ისი დუმილი. მაგრამ გავიდა რაღაც გარკვეული დრო, როდესაც ეს საფრთხე უკვე წარსულში ჩაბარდა, ასე ვთქვათ. და უყურებდა ამ კადრებს ერთხელ თქვა რომ სასაჭირო იყო ამის დაჭრა. უბრალოდ თლიანი ქრონომეტრაჟი რო გაშვებულიყო ერთხელ მაინც ტელევიზიით, ყველაფერი ცხადი იქნებოდა.